ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნება და ეკოსისტემების დაცვა დღეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საქართველოს ცდილობს არსებული ფართობები გააფართოვოს და ახალი დაცული ტერიტორიები ჩამოაყალიბოს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით ამ დროისათვის სამუშაოები 6 რეგიონში მიმდინარეობს, მათ შორისაა სვანეთის. გეგმარებითი დაცული ტერიტორია მესტიის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 80,000 ჰექტარს მოიცავს. კონკრეტულად რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მიზანი აქვს დაცული ტერიტორიების გაფართოვებას და რა ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია მას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სტუმართან დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ნატალია სულთანიშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დაცული ტერიტორიები ის თემაა, რომელსაც ბიზნეს პარტნიორი ძალიან ხშირად უთმობს ეთერს და რომელზეც საუბარი ჩემთვის პირადად აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, სიამაყესთან არის ასოცირებული, იმიტომ რომ მე სულ ვამბობ, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ რაც შეიძლება ბევრმა უნდა მოვინახულოთ დაცული ტერიტორიები, იმიტომ რომ ეს ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეა. და თუ ეს სიმდიდრე გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უცხოელ ვიზიტორებსაც მოვაწონოთ ეს კიდე დამატებითი ბენეფიტია საქართველოს ეკონომიკისთვის ამ შემთხვევაში. რა ეტაპზეა ამ შემთხვევაში ჩვენი საუბარი სვანეთზე დავიწყოთ, სვანეთში დაცული ტერიტორიის შექმნით და რას ნიშნავს სვანეთისთვის დაცული ტერიტორია? ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და მოწვევისთვის. ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, ჩვენთვის თითოეული ქართველისთვის ძალიან საამაყოა, რომ ქვეყანაში გვაქვს ისეთი ტერიტორიები, რომელსაც აქვს დაცულ ტერიტორიების სტატუსი და თქვენ მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კატეგორიის დაცულ ტერიტორია გვაქვს ჩვენ საქართველოში, 6-ვე კატეგორია, რომელიც სოფლიოს ბუნების დაცვის სოფლიო კავშირის მიერ არის აღიარებული, მის მიერ არის შემუშავებული კრიტერიუმები და ასევე ჩვენი კანონმდებლობის საფუძველზე, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ დავაარსოთ საქართველოში დაცულ ტერიტორიები, ანუ თითქმის ყველა, ასე ვთქვათ, კატეგორიას მოვიცავთ. ეს არის სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, რაც იმას მოწმობს, რომ ნამდვილად მდიდარია ჩვენი ქვეყანა ბუნებრივ მემკვიდრეობით და ამ ბუნებრივ მემკვიდრეობას ჩვენგან ადამიანებისგან მხოლოდ და მხოლოდ დაცვა ესეჭიროება. და დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი არის სწორედ ქვეყანაში დაცულ ტერიტორიის სტატუსის მინიჭება. ეს არის სტატუსი, რომელიც კიდევ უფრო ამაღლებს, ასე ვთქვათ, ჩვენს განწყობას და კიდევ უფრო ხელს უწყობს ჩვენ ქვეყანას, რომ საერთაშორისო რუკაზე, ასე ვთქვათ, წარმოვჩინდეთ როგორც, ასე ვთქვათ, უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა. ცხადია, ბიომრავალფეროვნებასთან ერთად ჩვენ ვიცავთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციებს, ადათ-წესებს და დაცული ტერიტორიების დაარსებით ზოგადად რეგიონში, ეს აჩვენა როგორც ეროვნულმა, ასევე საერთაშორისო პრაქტიკამ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონის განვითარებას, ადგილობრივების დასაქმებას, იმას, რასაც ხშირად არც კი ვაფასებთ, სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი, ბიომრავალფეროვნება, ჯანსაღი საკვები, რაც მნიშვნელოვანი არის, რომ სიცოცხლისათვის გაგვაჩნდეს ამ ყველაფრის შენარჩუნებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად და რა თქმა უნდა, დამატებითი სარგებელი არის ის, რომ როდესაც რეგიონი განვითარდება და განვითარდება იქ არსებული სხვადასხვა სერვისი, ბუნებრივი კულტურული მემკვიდრეობა, უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება და შემოსავალიც იზრდება. არასწორი იქნება ვიკითხო, რატომ სვანეთი აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სვანეთს კონდეს დაცული ტერიტორიის სტატუსი, სვანეთს რაღაც კონკრეტულ ლოკაციას, ხო? ამიტომ საინტერესოა, რა ეტაპზეა ეს სამუშაოები და რეალურად როდისთვის ექნება უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილება, როდესაც იქნება მიღებული. კი ბატონო, მოგახსენებთ, ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, სვანეთი არის ერთ-ერთი ის უნიკალური მხარე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს, რომ ამ მხარეში იყოს დაცული ტერიტორია და სხვათა შორის სანამ დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება, მანამდე რა თქმა უნდა, ამ რეგიონში სხვადასხვა შეხვედრები საინფორმაციო კამპანიები თუ ასე შემდეგ ჩატარდა, რაც საჭირო არის ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის საზოგადოების ინფორმირების კუთხით და მუდმივად აღნიშნავდა სვანი მოსახლეობა, რომ ერთი დაცული ტერიტორია სვანეთსაც აუცილებლად ესეჭიროება. ცხადია, ამ ყველაფერს წინ უსწრებდა რა ფართობზე იქნება? ძალიან დიდი სამუშაოები. ამ ეტაპზე კვლევებმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 80,000 ჰექტარზე შესაძლებელი არის სვანეთსა და ლეჩხუმში დაცული ტერიტორიების დაარსება. გამოვლინდა სამი სხვადასხვა კატეგორია, ეს არის ეროვნული პარკი, აკვეთილი და ბუნების ძეგლები, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნება და ამავდროულად მრავალი შესაძლებლობა არის, იმიტომ რომ ეროვნული პარკიც, აკვეთილის და ბუნების ძეგლები არის მრავალფუნქციური დაცული ტერიტორიები. შესაბამისად, მოიაზრება პირველ ეტაპზე, ამ ეტაპზე სვანეთში მესტიის მუნიციპალიტეტის მხარეს მყინვარის ეროვნული პარკის დაარსება, ლენტეხის მხარეს ქვემო სვანეთის ეროვნული პარკის დაარსება, ასევე ხვამლის
წაჰკვეთილი რამდენიმე ბუნების ზეგრი და ლეჩხუმის ეროვნული პარკი. ხო, აქ საინტერესოა ეს ტერიტორიები დაუშვათ ეხა არის სახელმწიფოს საკუთრებაში თუ ადგილობრივებიც ფლობენ რაღაც გარკვეულწილად იქ კერძო საკუთრებას, იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მე მათთან მოლაპარაკებამ, რაიმე არ გაართულოს და ასე შემდგომ და იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ ძალიან აქტიური ტურისტულ ქვეყნად ვყალიბდებით თანდათან განსაკუთრებით სვანეთი ამ შემთხვევაში მშენებლობები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. აი ამ პროცესში დაუშვათ დაცული ტერიტორიის სტატუსი როდესაც ენიჭება ამა თუ იმ ტერიტორიას, იქ ბუნებრივია სხვა ნორმატიული აქტები მოქმედებს და შესაბამისად ასე ვისაც მოუნდება რაღაც კონკრეტულ ტერიტორიაზე მშენებლობას ვერ დაიწყებს. ხო, აი ეს დეტალები რამდენად იქნება კარგად გათვალისწინებული? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ როდესაც დაცულ ტერიტორია არსდება ქვეყანაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამუშაო ჯგუფმა მაქსიმალურად ითანამშრომლობს ადგილობრივ თემებთან, მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტთან, დაინტერესებულ მხარეებთან, რომ ყველა ეს ასპექტი გამოავლინოს, თუნდაც ბუნებრივ რესურსზე დამოკიდებულება, მათი ტრადიციული საქმიანობა, რომ მომავალში არ შეეშალოთ ხელი მათ ამ ტრადიციული საქმიანობის გაძღოლაში და შესაბამისად ის, ასე ვთქვათ, ბიზნეს წერტილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს, რომ დასაქმდეს საკუთარი შემოსავალი კონდეს, ხათი ეს თანხმდროში უნდა იყოს დაცულ ტერიტორიების სტატუსთან. დაცულ ტერიტორიების აი ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი სარგებელი ადგილობრივი მოსახლეობისათვის არის ის, რომ როდესაც დაცულ ტერიტორია არსდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, მშენებლობის კუთხითაც ხათი არ უნდა მოხდეს ტერიტორიის გადასხვაფერება, ასე ვთქვათ, ისეთი შენობების აშენება, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილი იქნება კონტექსტიდან და ამას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. მოხდება რა თქმა უნდა განაშენების გეგმის გათვალისწინებაც ადვილად გთანხმდებია ხოლმე ამ თუ იმ რეგიონის მცხოვრებლი აი ამ გადაწყვეტილების მიღებისას, იმიტომ რომ თითქოს ერთ შეხედვით ყველასთვის მნიშვნელოვანია რომ მის კონკრეტულ რეგიონში იყოს დაცული ტერიტორია ან აკრძალი, იმიტომ რომ ამას დამატებითი შემოსავლის მოტანა შეუძლია, მაგრამ მეორეს მხრივ თითქოს აი ეს თუნდაც იგივე მშენებლობის გართულებული პროცედურა, რომელიც გვინდა არ გვინდა მათ მოუწევთ, აი ეს პრობლემები რამდენად იჩენს ხოლმე თავს რეგიონებში. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია სხვათაშორის ეს პროცესი დაცულ ტერიტორიის დაგეგმარების პროცესში. თავიდანვე იქნას გათვალისწინებული, როგორც უკვე აღნიშნე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, სიახლე ყოველთვის არის სირთულეებთან დაკავშირებული, თავდაპირველად ადგილობრივ მოსახლეობას იმის გაგება, რომ მას მოუწევს რაღაც ჩარჩოში მოქცევა, ასე ვთქვათ, და კანონმდებლობის თანახმად გარკვეული წესების შესრულება, ეს ასოცირდება ცხადია რაღაც გარკვეულ შეზღუდვებთან, თუმცა დაცულ ტერიტორიების არსებობა, როგორც ჩვენ დასაწყისში აღნიშნეთ, ნიშნავს იმას ზუსტად პირველ რიგში, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას, კონსერვაციას, მოვლას და თუ ჩვენ ეს გვინდა, ცხადია ასეთ ტერიტორიები, რაც შეიძლება მეტი უნდა გამოვლინოთ დროულად, რათა მოხდეს ბუნებრივი რესურსის გონივრული გამოყენება და თუ გონივრული გამოყენების, ასე ვთქვათ, წესებით ვიხელმძღვანელებთ, შესაბამისად მშენებლობას და თამდევი ტურიზმის განვითარება იქნება თუ სხვა საქმიანობა, რა თქმა უნდა, გონივრულად უნდა მოხდეს. არ არის რთული, მარტივი უბრალოდ დაცული ტერიტორიის დარსება, მაგრამ არც რთულია, იმიტომ რომ თუ მოხდება სწორი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ცხადია ამ ყველაფერზე უნდა მოხდეს შეთანხმება და საერთო, ასე ვთქვათ, წესების დაწესება. აი დაცული ტერიტორიის დაარსება ზოგადად მოკლე ხანში არ ხორციელდება. სვანეთში დიდი ხანია დაწყებული პროცესი, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როდესაც ფიქრობ დასრულებას? დასრულდება, ეხლა უკვე ჩვენ ოქტომბრის თვეში ძალიან ინტენსიური შეხვედრები იყო უშუალოდ თემებში, ადგილზე, საველე გასვლები მოხდა რამდენიმე თემში და სოფლის წარმომადგენლებთან, ვინაიდან მათი აზრის გათვალისწინებად უმნიშვნელოვანესი არის ბუნებრივი რესურსის გამოყენების თვალსაზრისით და მათი დამოკიდებულების შესწავლაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, გარდა იმისა, რომ გამოვლინდება ბიომრავალფეროვნების ხელწერტილები და შესაბამისად უკვე მოკლეული არის ძალიან ბევრი მასალა, მიმდინარეობს ამ მასალის დამუშავება და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე კანონპროექტი იქნება მზად. და ჩვენი საუბრის ბოლოს ყველა ამ ადამიანს განსაკუთრებით რეგიონებში აქვს ხოლმე ესეთი მთავარი კითხვა, მე რა სარგებელი? რა სარგებელს იღებენ ადგილობრივი მცხოვრებლები თუ ამა თუ იმ ტერიტორიაზე არის დაარსებული დაცული ტერიტორია, ან აკრძალი, ან ის ყველაფერი, რაც ამ მიმართულებას უკავშირდება? კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები. დღესდღეობით ჩვენ საქართველოში 100 დაცული ტერიტორია გვაქვს და ზოგიერთი მათგან ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. შესაბამისად, უკვე მაგალითების მოყვანა არა საერთაშორისო დონეზე შეგვიძლია, არამედ უკვე ადგილზე რა განვახორციელეთ. ზოგიერთ დაცულ ტერიტორიის გარშემო მიმდებარე მოსახლეობამ, სადაც დაცულ ტერიტორია დაარსდა, მას შემდეგ თვითონ, ასე ვთქვათ, თავისი ოჯახის წევრების დასაქმებით შეძლო სხვადასხვა ტურისტულ სერვისის მომსახურებაში ჩართულობა, ტურისტული სერვისების წარმოჩენა, ადგილზე დაბრუნება, რაც მთავარია
ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება არის პირველად ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის იმისათვის რომ დარჩეს ადგილზე და იქ განაგრძოს ცხოვრება და გარდა ამისა რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობა თვითონ უზრუნველყოფს მის გარშემო არსებული ბიომრავალფეროვნების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ზოგიერთი მათგანი დასაქმებული არის თვითონ დაცულ ტერიტორიების სისტემაში და ამაში რა თქმა უნდა გასამრჯელოსაც იღებს. გარდა ამისა რა თქმა უნდა არაპირდაპირი სარგებელი შეიძლება იყოს ის რომ ვიზიტორების გარდა თვითონ მიიღოს მონაწილეობა რა თქმა უნდა სხვადასხვა ბიზნეს ინიციატივებში, სოციალურ პროექტების განხორციელებაში, რასაც სახელმწიფო მუდმივად პერმანენტულად შესწავლის საფუძველზე ახორციელებს ხოლმე და ჩვენი დონორი პარტნიორი ორგანიზაციებიც ცხადია მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ჩართულნი არიან დაცულ ტერიტორიების განვითარებაში, მუდმივად ცდილობენ რომ ეს დახმარება ადგილობრივ მოსახლეობას აღმოუჩინონ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და კვლავაც სიამოვნებით კი მას მიეწოდოთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.